საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ორგანიზაციის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინია. მაკკეინის დამოკიდებულება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართ ცნობილია. მას მიხეილ სააკაშვილის აქტიურ მხარდამჭერად მიიჩნევენ. IRI-ის კვლევების შედეგები რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა და მასში მერობის კანდიდატთა რეიტინგები ასე იყო გადანაწილებული. გიგი უგულავა 46%, ირაკლი ალასანია 11%, გოგი თოფაძე 5%, გიორგი ჭანტურია 4%. პოლიტიკური ლიდერებისადმი ნდობის რეიტინგები კი ამგვარად, მაგალითად კითხვაზე. თქვენი აზრით, ვინ მოაგვარებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას? მიხეილ სააკაშვილი 34%, გიორგი თარგამაძე 7%, ირაკლი ალასანია 5%, შალვა ნათელაშვილი 5%. ხელისუფლებას კითხვები არ გასჩენია, ოპოზიციამ კი კვლევების სიზუსტეში ეჭვი მისი გამოქვეყნებისთანავე შეიტანა. სოციალურ ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ კვლევარის განწყობილება მის დაუნებურად ძალიან ხშირად გადაედება ხოლმე რესპონდენტს. რამაზ საყვარელიძეს კვლევების შესრულების პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარება, თუმცა კითხვარის აგებულება პოლიტოლოგს შეკითხვებს უჩენს. შერჩეული არის კითხვები და მათზეც პასუხები ცოტა ისე რომ ეჭვბადებს. კვლევა პოლიტიკური ვითარების გარდა მედიასაც ეხებოდა, ერთ-ერთი ნაწილი კითხვარიდან. რომელი ქართული გაზეთის მიერ მოწოდებულ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობით ყველაზე მეტად? პირველ სამეულში კვირის პალიტრა, ასავალ დასავალი და ალია მოხვდა. ჩამონათვალში არის რეზონანსი, ქრონიკა, ახალი თაობა, 24 საათი და 1%-იანი მაჩვენებლით გაზეთი განათლება, რომელიც პრესის ჯიხურებში საერთოდ არ იყიდება. რომელი ქართული რადიოსადგურის მიერ მოწოდებულ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობით ყველაზე მეტად? პირველი ადგილები რადიო იმედმა, ფორტუნამ და არ დაიდარდომ გადაინაწილეს. სამეულს მოყვება რადიო თავისუფლება, უცნობი მწვანე ტალღა, საზოგადოებრივი რადიო და საქართველოს ხმა, თუმცა მათ გარდა რეიტინგში გასართობი ჟანრის რადიოებიც აღმოჩნდნენ. რანიშნით მოხვდნენ რადიო არ დაიდარდო, ჰარმონია, ავტორადიო და ფორტუნა პლუსი ჩამონათვალში გაურკვეველია, არც ერთ მათგან სამაუწყებლო ბადეში ახალი ამბების გამოშვება არ აქვს. რა სისტემით არის შერჩეული კითხვარი პასუხი IRI-ის ქართული ოფისიდან ვერ მივიღეთ. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათ კომენტარის გასაკეთებლად ვაშინგტონის ნებართვა სჭირდებათ. დღეს განმარტებებისგან თავი IRI-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა შეიკავა. კვლევებზე საუბრობთ. IRI-ის კვლევებზე. ეს ჩემი კომპეტენცია არ არის.